გირჩის წევრი სანდრო რაქვიაშვილი. სანდრო, მოგესალმებით, მადლობა რომ გვეწვიეთ სტუდიაში. პირველ რიგში აი ამ თემას რომ გამოვეხმაუროთ, ვახსენეთ მიხეილ სარჯველაძე ამავე ინტერვიუში კომენტარში ის ლაპარაკობდა რომ აი მაღალია მომართვიანობა ასე შემდეგ, თუმცა ირკვევა რომ 30%-ია მხოლოდ ამ ეტაპზე რეგისტრირებულთა მაჩვენებელი, ვიცით რომ ხვალ არის რეგისტრაციის ბოლოვა და მოусმინეთ სპეციალისტს, რომელიც საუბრობდა გარკვეულ პრობლემებთან დაკავშირებით შავი ბაზრის გაჩენაზე და იმაზე რომ აი დაწესებულებები არ არის წესრიში და ასე შემდეგ. თქვენ სათხედავთ პრობლემას და ქართული ოცნების აი ამ ახალ გადაწყვეტილებას როგორ შეფასებას მისცემთ? ბოლო დღეა და დაახლოებით 30%-მდეა სულ დარეგისტრირებული. ეს უკვე ძალიან დიდი პრობლემაა. ვინც არ რეგისტრირდება, იმ ადამიანებს არაფერს არ თავაზობენ. ანუ არ უნდა დარეგისტრირება და ხო უნდა შესთავაზონ რამე. ინფრასტრუქტურა რაც აქ დღეს სახელმწიფო პროგრამებს არის კატასტროფულ მდგომარეობაში. იქ დადის უამრავი ხალხი, არის სერიოზული კადრის დეფიციტი, იმიტომ რომ ძალიან დაბალი ხელფასებია, როცა 2500 კაცი დაახლოებით დარჩება ქუჩაში, ეხლა საწავა ის ადამიანები, ხო? ეს ადამიანები არიან დამოკიდებულები და მათ ჭირდებათ ნარკოტიკი. ანუ ისევ იხსნება შავი კარი, black door, რომელიც არის ძალიან მძიმე, ასე ვთქვათ, შედეგების მომტანი. ამ ვიწრო პრობლემას რაც ეხება რომ ნაკლებად ადამიანმა მიმართა სახელმწიფოს ძალიან გასაგებია, იმიტომ რომ ფაქტობრივად მთავრობა მოთხარა რომ მოდი პოლიციელთანო დაგარეგისტრირებო, არ ინერვიულო, მაინც რამე რომ იყოსო, პოლიციელი დაგარეგისტრირებს და მე მოგცემ წამალსო და ეხლა ხო ხვდებით რომ ნარკომომხმარებელს შორის შეიძლება ბევრი ადამიანი იყოს, ვისაც არ უნდა რომ პოლიციელმა დაარეგისტრიროს და არ აქვს ნდობა მთავრობის მიმართ, ზოგადად ნორმალურ მოქალაქეს საერთოდ არ უნდა ქონდეს მთავრობის მიმართ ნდობა, იმიტომ რომ ჩვენ რეალობაში მთავრობას ყველაფერი შეუძლია გააკეთოს მის მიმოწმებთან. მაგრამ ეს კონკრეტული პრობლემა მაინც პრობლემის ნაწილია, იმიტომ რომ ზოგადად საქართველოს მოსახლეობას ამორჩეველს, მათ შორის ოპოზიციურ ამორჩეველს გონია რომ ნარკოპოლიტიკის გამკაცრება ეს რაღაც კარგს ნიშნავს. და როცა მთავრობა ამბობს რომ ვამკაცრებთ ნარკოპოლიტიკას, ზოგი ოპოზიციური პარტიაც კი ხარს უჭერს ხოლმე კი და რატომ უფრო არ ამკაცრებო ეუბნება და რატომ ვერ ხვდებიან რომ ამ შემთხვევაში გამკაცრება ნიშნავს ადამიანების დახოცვას, აი პირდაპირ გაგებით, იმიტომ რომ როცა ნარკომომხმარებელს არ აქვს მისთვის უსაფრთხოდ წვომა, როგორც ამ შემთხვევაში ჩანსვლების თერაპიაში იყო ლეგალურადაც წამალზე მაშინ ის რაც მიდის არალეგალურ ბაზარზე, აი ცნობილი ფონიჭალა რო არის, ამის მარტო ფონიჭალა სხვა იყიდება, ტონობით ჰეროინი იყიდება არალეგალურად ჩვენ ქვეყანაში. და ის რომ ამდენ ადამიანს იჭერენ სამდელში, მათ შორის უნდა იჭერენ პოლიციელებს და სუსის თანამშრომლებს, რომელიც ამას ფარავენ ამ ბიზნესს, იმიტომ რომ ტონობით ჰეროინი არ შეიძლება ქვეყანაში გადაადგილდებოდეს ისე რომ არ იყოს მთავრობა ჩართული. ეს სოფლიო ცნობილი პრობლემაა, რომ ნარკოტრაფიკი არის ყოველთვის, თქვათ, დაკავშირებული კორუმპირებულ ძალოვნებთან. ხო და წამოიდგინეთ, რომ როცა ეს ხალხი წავა ლეგალური და ასე ვთქვათ, ხელმისაწვდომი ექიმის მიერ გამოწერილი წამლიდან შავ ბაზარზე, ალბათ ზედოზირება იქნება, რაღაცა უხარისხო ნარკოტიკი იქნება და ის მე მოკვდება, გაიზრდება. პლუს ამერიკაში უკვე ასეთ ტიპის შეზღუდვება რომ გამოიწვიეს ფენტანილის ეგრეთ წოდებული გავრცელება და სიკვდილიანობის ზრდა, ჩვენთანაც უკვე ფიქსირდება, მათ შორის ნარკოლოგები ამბობენ რომ ფიქსირდება, იმიტომ რომ იმ ადამიანს არ აქვს ჰეროინზე ბევრად უფრო ნაკლებ საშიში. საერთოდ რამე პლატფორმა თუ არსებობდა, სანდრო თქვენ აქტიურად საუბრობთ ამ თემების შესახებ, თქვენი პარტია რამე პლატფორმა, დისკუსია ამ თემის გარშემო თუ არსებობდა, ვიცით რა ტიპის გადაწყვეტილება მიიღო ქართულმა ოცნებამ, ეს ერთპიროვნული ნაბიჯია მათი მხრიდან თუ სადმე გავლილი საკითხია. აი და თქვენ მიხვდეთ კიდევ უფრო ფართო პრობლემასთან, იმიტომ რომ სამდელში ამის პრობლემა რომ მოსახლეობას არ ესმის რომ ნარკოპოლიტიკის გამკაცრება ცუდი რამ არის და ადამიანის დახოცვას იწერს, არის ის რომ ზოგადად დისკუსია არ მიმდინარეობს ამ პრობლემაზე. ეს უკვე ნარკოტიკის კი რას ნიშნავს არ იციან, იმიტომ რომ ბევრს გონია რომ ეს 90-იან წლებში მორფინ და რაღაცა ჰეროინზე ამაზეა საუბარი მარტო და ვერც დაგისახლეს რა განსხვავებაა სხვადასხვა ნარკოტიკს შორის. ერთი და იგივე მიდგომა უნდა იყოს თუ არა, რომლის შემთხვევაში დეკრიმინალიზაცია საშიშია, არის ხოლმე სიტუაცია, დეკრიმინალიზაცია საშიში იყოს, ნეგატიური ეფექტი გამოიწვევს ამ პირიქით, დადებითი იყოს, რომ რა ეფექტი მოყვება ლეგალიზაციას. ანუ ამაზე დისკუსია რო არ მიმდინარეობს,
ბუნებრივია რომ ამორჩევლის უცოდინრობას მე პარაზიტირებენ პოლიტიკოსები და საბოლოო ჯამში საზოგადოებაში გავრცელებულია ნარატივი იმისა რომ აი რაც უფრო მკაცრი მით უკეთეს, რაც უფრო მეტი საჯელი მით უკეთესი, თუ ნარკოტიკოსი სამუდამოდ პატიმრობაში. მარიხუანასთან დაკავშირებით ქართული ოცნების გადაწყვეტილება წლების წინ რას ამბობდნენ და ახლა რატების გადაწყვეტილება მიიღეს, ესეც ამის ერთ-ერთი. ეს ამის ნაწილია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეხლა თუ შენ გამოაცხადე რომ ნარკოტიკი ყოველთვის ცუდია და ისეთ საშია რომ ვიღაცას ხელში რომ ჩავარდეს აუცილებლად ციხეში უნდა გაუშვა. იმასაც კი ვერ არჩევ რომ მაგალითად ალკოჰოლისგან ბევრად უფრო მეტი ადამიანი ხოცება ჩვენ ქვეყანაში და თუ საშიშ ნარკოტიკებზე საუბრობთ, ალკოჰოლი პირველია სოფლიოში, იმიტომ რომ იგი ისეთ ნარკოტიკად ითვლება. თუ ამას არ ცნობიერებ და უბრალოდ გონია რომ მთავრობა ვიღაცა დასაჯოს და ამიტომ უსაფრთხოდ იქნები, მესმის რომ უცოდინრობის შედეგია ბევრ შემთხვევაში, მაგრამ პოლიტიკოსების ამოცანა რომ ამას ბევრი ვილაპარაკოთ, მაგრამ სივრცე ამის დისკუსიის არ არსებობს, მათ შორის ის ხალხი, ვინც მაგალითად ასე თუ ისე პირდაპირ თუ ირიბად პასუხისმგებლები არიან ნარკოპოლიტიკაზე, იქნება ეს ხელისუფლება თუ ოპოზიცია, მე არ მახსენდება რომ რაღაც ფართო დისკუსია იყოს და განსხვავებული აზრები მართლა შინაარსობრივი განხილვა ხდებოდეს და მათ შორის პარლამენტის რომ მაგალითად წინა წელს ამნისტიის კანონ პროექტი იყო და იქაც ნარკოპოლიტიკაზე ფაქტობრივად მთელი პოლიტიკური სპექტრი ჩვენს გარდა ყველა ამბობდა უნდა გამკაცრდეს, კიდევ უფრო მეტი უნდა დაჯდეს ჩაჯდეს ციხეში, ამნისტია არ უნდა შეეხოს და ასე შემდეგ. მიუხედავად ის რომ გაცნობიერებული არ ქონდათ საერთოდ რაზეა საუბარი. აი სანდრო თქვენ ახსენეთ რომ აი ეს ნარკომფარველობა და ასე შემდეგ, აი ეს იმდენად დიდი დანაშაულია, ამას ყავს მფარველები, მათ შორის მთავრობაში, აი თუ გაქვთ ამის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია, აი რა მასშტაბებზეა ლაპარაკი? ხა მე რო კონკრეტული ინფორმაცია მქონდეს, ალბათ ისე საჯაროდ იქნებოდა ცნობილი, მაგრამ მოწამოდგინეთ რომ სულ რამდენიმე 2 თვის წინ თუ არ ვცდები ბათუმში თუ ფოთში დააკავეს რამდენიმე ასეული თუ არ ვცდები მილიონი დოლარის ჰეროინი. დიახ. და ხო ხვდებით რომ აი ვიღაცას რო ეს თუნდაც ჩვენ ქვეყნის გავლით ხდებოდეს ტრანზიტად იყოს თან ჩვენ ქვეყანაში მოდიოდეს ეს აი ესეთი მასშტაბის არალეგალური რაღაც ტრანზაქცია რო ხდება თუ რა გონიათ რომ ის არ არის შეთანხმებული ქაურ ძალოვნებთან ასეთი რაც უბრალოდ არ ხდება ეს არის რაღაც ჩვენი სპეციფიკური საქართველოსი ეს არის ამერიკაში 30-იან წლებში დაიწყო როცა იქ ალკოჰოლი აკრძალეს გარყნა მთელი პოლიცია და აქაც იგივე ხდება იმიტომ რომ შეუძლებელია დაახლოებით რომ ნახოთ რამდენი არალეგალურად მოიხმარება ჰეროინი და შედარებით ლეგალურ მოხმარებას, აი რამდენიც ლეგალურ ბრუნვაშია, აი ლეგალური ბრუნვა ნარკომოხმარებლებს ეყოფათ 1 დღე. დანარჩენი 364 დღე. ისინი არალეგალურ ბრუნვის ხარჯზე ცხოვრობენ, ასე ვთქვათ. და ეს საუბარია ტონობით ჰეროინზე. აი ქვეყანაში ტონობით ჰეროინი მოძრაობს სხვადასხვანაირად და ეხლა რაც ხდება დაჭერებით, ერთ-ერთი რაც შტაბ-ეჭლება სტოვებს, უბრალოდ იცვლება ფარველები. წავიდა წინა სუსის რაღაც გუნდი, წავიდა სხვა ძალოვნები და სხვა ჩაბარდეს და ამიტომ დაბალ დონეზე ვიღაცებს იჭერენ. მაგრამ სინამდვილეში რომ მართლა ყოფილიყო ნარკოტიკებთან ბრძოლა, მართლა სერიოზულად გამოეცხადებინათ ამ შემთხვევაში, უნდა დაეჭირათ თავისივე თანაგუნდელები, ძალიან მაღალი აშუქებას, იმიტომ რომ სხვა როგორ ხდება ეს? უბრალოდ შეუძლებელია. ამიტომ ეს ძალიან კომპლექსური პრობლემაა, მაგრამ ამაზე მართლა საუბარია საჭირო, რომ სხვა პოლიტიკური პარტიები ხშირად ერთხელ კი ალაგ-ალაგ შეიძლება ხდება დისკუსიები და მეც კი მახსოვს და ასე მეც კი მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ საბოლოო ჯამში ის რომ სამთვეში ერთხელ ვიღაცა რაღაცას ილაპარაკეს, ამ მნიშვნელობა არ აქვს, რაღაც ამნისტიის გამო რო გაახსენდა. მფარველობაზე გამახსენდა ირაკლი, უბრალოდ თორნიკე რიჟვაძის წერილშიც საუბარი იყო ბარიკების მფარველობაზეც ამ მიმართულებით ქართული ოცნება ახლა არაფერს არ ამბობს, მათ შორის მოვისმინეთ ჩვენ დინარაძის კომენტარები, რომ ის თორნიკე რიჟვაძის მეგობარი არ არის და ასე შემდეგ. საინტერესო მოკლედ ამ მიმართულებისას რა ტიპის ბრალდებები იქნება ცნობილი, მინდა კომენტირება ასევე გთხოვოთ მნიშვნელოვანი მიმდინარე კვირის ერთ-ერთი თემის, რომელიც უკავშირდება 2008 წლის აგვისტოს ომს და მუხათგვერდის მათას სასაფლაოზე გაკეთებულ აი ამ ანტიეროვნულ განცხადებებს თქვენ როგორ შეფასებას მისცემდით, რაში აწყობს ახლა თქვენი აზრით ქართულ ოცნებას? ეს არის რაღაცნაირად წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი, მოქალაქეებში რატომ ცდილობენ ისეთი სენსიტიური თემების განხორციელებას, არა რელევანტურად შეთავაზებას, რომელიც უკავშირდება მათ შორის 2008 წლის აგვისტოს ომს? ჩემი აზრით ამას ორი მიზანი აქვს და ეს დღეს არ დაწყებულა სინამდვილეში ჩვენ წლები არად გრძელდება ეს შეცვლილი რიტორიკა, რასაც ეძახიან. აი თუნდაც რომ გავიხსენოთ, ერთ-ერთი პირველი იყო სალომე ზურაბიშვილი თუ ასოთ რომ განაცხადა რომ საქართველოს ომი დაიწყო და პრინციპში შეიძლება ითქვას რომ სწორედ აი ამ პროპაგანდის გამო სალომე ზურაბიშვილმა პირველი ტური
ფაქტობრივად წააგო თუნდაც მე მახსოვს რომ მაშინ ქართული ოცნების მხრიდან გამართლებაც კი საჭირო გახდა რომ აი ცად ასე არ ფიქრობთო და ის რომ მათთვისაც უცნაური იყო მაშინ ეხლა უკვე აბსოლუტურად ნორმალურია და ირაკ კობახიძე არანაკლებ განცხადებას აკეთებს მეს თუ არა და ერთია როცა სამძროშილი ფორმალურად იმ მომენტში არ იყო ხელისუფლების ნაწილი როცა წიგს წერდა თავისას შემდეგ და მეორე როცა რეალობაში პირველი პირია ქვეყნის რომელიც ამას ლაპარაკობს და ჩვეულებრივად აღიქვება და ამას მეგონი ორი მიზანი აქვს პირველი რა თქმა უნდა ზოგადად ეს გაღვივება ანტიდასავლური რაღაც სოფხედველობის იმიტომ რომ ჩვენ რეალობაში ნებისმიერი ანტიდასავლურობა ბუნებრივად ურსობას ნიშნავს შინაარსობრივად იმიტომ რომ ნუ ეხლა წამოედგინეთ რომ რაღაცა ჩინეთი ჩვენ ეხლა დიდად არ გვემეგობრება რაღაც პარტნიორი ჩვენი განსაკუთრებული არის და ვერ იტყვი რომ ეხლა ჩინეთისკენ მართლა მივდივართ გარდა იმ რაღაც ეპიზოდური განცხადებების ამიტომ ეს ერთი ნაწილია იმიტომ რომ პროდასავლურობა ჩვენ შემთხვევაში ითხოვს რაღაც ტიპის ნაბიჯებს მაგალითად რა ვიცი სასამართლო რეფორმას ითხოვს ადამიანის უფლებების დაცვას ითხოვს და ნუ თუ ადამიანებში პროევროპელები ყავს პროდასავლელები ყავს რთულია მათი მართვა უფრო რთულია ვიდრე თქვა რომ ჩვენ საერთოდ არ ვართ პროდასავლელები ჩვენ აი აქეთ რუსეთის გავლენის ქვეშ ვართ და აი რუსეთში არის საერთოდ უფლებებს არ არის სასამართლო ამიტომ რაც არის ეგ არის რაც გვაქვს ის გვაქვს ეს ერთი ნაწილი და მეორე ნაწილი რა თქმა უნდა ეს არის სამორჩელის გახლიჩვა იმიტომ რომ პოლარიზაცია რო ხდება აი წარმოგიდგენთ რომ ქართული ოცნების სამორჩელოს ნელ-ნელა აწვდიან ეს რაღაც პოზიციებს რომელიც სულ კიბნეულია მაგრამ მარტო ამ პოზიციის გამო არ იცვლის პოლიტიკურ შეხედულებებს ანუ უკვე იმდენია გავლი იმხელა განსხვავება ქართული ოცნების სამორჩელოსა და რაღაც ამ ოპოზიციურ სამორჩელოს დიდ ნაწილს შორის რომ კი შეიძლება ის არ მოწონოს კონკრეტული ეს მაგრამ ამის გამო არ გადავა მეორე ფლანგზე მაგრამ საბუთიებში ასეთი ტკივნეული და შეიძლება აი რაღაც სულად მიუღებელი შეიძლება პოზიციები სულ გროვდება და შეიძლება 5 წლის წინ ამის თქმა კობახის წინ იქნებოდა ძალიან საშიში როგორც აი გავრილოვის ღამეც ხო ამაზე იყო ხო აი რუსეთის თემა რამდენად ტკივნეული იყო და მე დარწმუნებული ვარ რომ ასეთი ქცევით ეხლა იგივე რო გამეორებინათ გავრილოვის ღამეს ქართული ოცნების სამორჩელის დიდი ნაწილი ასეთი აღშფოთებული არ იქნებოდა რომ მაშინ ბევრი ქართული ოცნების სამორჩეული იყო აღშფოთებული და იმიტომაც გადადგა კობახიძე ამიტომ აი ეს არ მომხდარიყო რაც გავრილოვის ღამეს მოხდა რომ აი რაღაც ოდნავ რუსობა რომ დაგვეტყო ჩვენივე ამორჩეული დავკარგეთ ისინი მარტო თავის ამორჩეულზე ფიქრობენ ამას შეერთელი ამბავი მოდით ნელ-ნელა შევაპაროთ ისეთი რაღაცეები რომ მე ეს ასეთი ქცევა ან ეს პოზიციები აღარ იყოს ასეთი გამოწვევი და მტკივნეული და წლების მანძილზე ნელ-ნელა ამას აკეთებენ და საბოლოოში მივდივართ იქ სადაც ვართ კი ბატონო და ბოლოს ვიკითხავ არჩევნების თაობაზეც თქვენ რა ფორმით ხართ ამ წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართული ვნახეთ გუშინ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხდომა სადაც ნაციონალურმა მოძრაობამ და ცრულებების კოალიციამ ნომრები დაკარგეს 4 და 5 ну ნომრების დაკარგვა მეგონი არავის დიდად არ უნდა აღელვებდეს ამ შემთხვევაში იმიტომ რომ ისმის დაკარგა ისინი არ აღიარებენ არჩევნებს თავრობას და რა ვიცი დამხობას აპირებენ თუ დაამხობენ ნომერს დანამდვილად დაიბრუნებენ ძალოფლებასთან ერთად ხოლო ვინც მიიღო ეს ნომერი ალბათ ბედნიერია და შეიძლება შემთხვევით გაიყვანოს კიდეც ვიღაც საკრებულოში ხოლო ქართული ოცნება იტყვის რომ აი ნაცები დავამარცხეთო და აღარ ნომერის კი აღარ დარჩათ არც ტელევიზიებიო არც ფულიო არც დეპუტატები არც ეკოსტერები არც ნომერიო მეტი რა გაქვთ იტყვის ბატონი ბიძინა ალბათ არჩევნების შემდეგ მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში რანერად სამწუხაროდ არ უნდა იყოს ზოგადად ოპოზიციური სპექტრი არის სად იმის ქართული ოცნება დაამარცხოს და არ მიდის ამისთვის ეს არანაირი მზადება და ამიტომ მე თქვენ წინა ეთერშიც გითხარით რომ ჩვენ ვცდილობთ რაც შეიძლება უფრო მეტი წარმატება ვიწრო პარტიულად მივიღოთ იქნება ეს თბილისის არჩევნები თუ რეგიონებში რომ მეტი ადამიანი ყავდეს რეგიონებში მეტი საკრებულოს წევრი მეტი მხარდამჭერი უფრო მეტ ახალი მხარდამჭერი ყავდეს იმიტომ რომ ისეთი თემებზე შეიძლება ვილაპარაკოთ იქნება ქალაქი საცობები ხიდები თუ რაღაც რეგიონების და სოფლის პრობლემა რომელიც სხვა ამორჩევლოს ყურადღებას მიიქცევს და მაშინ ამ ახალი ამორჩევლით და ახალი ადამიანებით ადგილებზე შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბევრად უფრო მომზადებული და ძლიერები ვიქნებით ეს არის ჩვენი მიზანი და პრაიმერის დაიწყო ჩვენი პარტიაში და პრაიმერის რომ თბილისის მერობის კანდიდატი წარვადგინოთ აპირებთ დასახელებას აგვისტოს ბოლოს დასრულდება პრაიმერისი და გვეყოლება თბილისის მერობის კანდიდატი რომელსაც ჩვენი მხარდაჭერები აირჩევენ იაგო ხუჩია ხომ არ იქნება პრაიმერიში იაგოს გარდა მეც ვარ და ჰერმან საბო და ჯერჯერობით ღია კიდე დაახლოებით 2 კვირა ღია იქნება და შეიძლება ვიღაც კვირა დაგვემატოს და ვინ იქნება მას მხოლოდ ჩვენი მხარდაჭერები მეწყვეტენ და ამიტომ წინასწარ ვერ გეტყვი. კი ბატონო, მადლობა. სტუმრობისთვის პირდაპირ ეთერში ვესაუბრებოდით გირჩის ერთ-ერთ ლიდერს სანდრო რაქვიაშვილს. გადაცემა კომენტარი ამით ასრულებთ თქვენთვის მუშაობას პირდაპირ ეთერში ერთმანეთს 5 საათზე ხვდებით. დარჩით ჩვენს არხზე.
ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. მოწევით ორმაგდება თქვენი ინსულტის განვითარების რისკი. მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის.